მოგესალმებით, ეთერშია ფარული კონვერტი. ამ ადამიანს ძილის წინ თითქმის ყოველდღე ვხედავდით. მის გარეშე არ სვავდით ყავასა და ლუდს. მოგვიანებით ის ღვინის გზას დაადგა. საბოლოოდ კი თბილისურ ოჯახში ამოყო თავი და საქართველოში ყველაზე ცნობილი ქეთის მამამთილი გახდა. ალბათ მიხვდით, დღეს ფარული კონვერტის სტუმარია უნიჭიერესი მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი. ქეთის მამამთილი. როგორ ხარ? კარგად შემოგარ. ამერიკელი არ შემხედარე როგორ ვიქცევი. გენაცალე. რამე წელი არ მინახი. ძალიან ბევრი წელია და აი მართლა ძალიან გამიხარდა რომ ნახე და მეც დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ალეკო, შენ და მაყურებელს უნდა შევახსენო თამაშის წესები. მოკლედ, ეკრანზე 5 თემის სახელწოდება გამოჩნდება, ყოველ მათგანს ერთი მთავარი კითხვით დავასრულებთ, რომელზეც პასუხის გაცემა შენ არ უნდა გაგიჭირდეს, რადგანაც პასუხი შენს წარსულში იმალება. თითოეული კითხვა არის 100 ლარად შეფასებული. შესანიშნავია. თუ სწორად გასცემ პასუხს, მიიღებ 100 ლარს. აი, ბოლოში კი ალეკო, ფარული კონვერტი გელოდება, სადაც შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და საიდუმლო ამბავი წერია. თუ შენ ამ ამბის შესახებ საჯაროდ ისურვებ საუბარს, ჯილდოდ 5000 ლარს მიიღებ. შესანიშნავია. თუ არა და დასწვავ აქვე კონვერტს და ჩვენ დავემშვიდობებით ერთმანეთს, როგორც მოხვედი, ისე წახვალ და ასევე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვერებისა და საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია კულა. დალიე ხილი, ჩვენი გადაცემის პარტნიორია ასევე მაღაზიათა ქსელი ემბავუდი. დალიე ალეკო ხილი. რომელი გინდა? აგერ არის ტომატი და გოგრა. გოგრას გავს. გოგრა გასინჯე, საინტერესოა. მედია გოგრა. გოგრა. გავხსენ. გახსენი ხო? ოჩაღალიკო. ოჩაღალიკო. ძალიან კარგი. ალეკო, მოდი ვნახოთ თემები ეკრანზე. სწორი არჩევანი. საპნის გმირი. ორი ცოლი და განწირული სიყვარული. ორი მაესტრო. ლექტორი, მძღოლი, მხედრიონელი. კარგია, აი ესენი ავარჩიე ჩვენი ცხოვრებიდან. უკვე ისეთ რაღაცები ჩამოთვალე, აქ რაღაც საიდუმლო უნდა დარჩეს, მე არ ვიცი. აი, არ ვიცი, მეც არ ვიცი. კარგი, ალეკო, დააჭირე ღილაკს ხელი და ნახოთ, რომელი თემა მოვარდება პირველი. დააჭირე. რომელი ხელის დავაჭირო ეს არის? შენ რომელიც ცოტათი ცაცია ვარ, ცოტათი მარჯვენა. ამიტომ ორივე. ლექტორი, მძღოლი, მხედრიონელი. შესანიშნავი თემაა. სანამ ალეკო მახარობლიშვილის კარიერაში ყველაზე წარმატებული ხანა დადგებოდა, მანაც ბევრი ჩვენგანის მსგავსად რთული და შავბნელი 90-იანი წლები გამოიარა. იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა და ულუკმაპუროდ არ დარჩენილიყო, საკუთარ პროფესიაზე დროებით უარი თქვა და სულ სხვა საქმიანობით დაკავდა. ალეკო, რა საქმიანობდი? რა საქმიანობდი? რაღაც გამოწვეული პირობების და გამო 90-იანი წლები ვახსენე, დარჩი უმუშევარი. რაღაცა უნდა გამეკეთებინა, ახლა მე არ ვიყავ ის კაცი, რომ სადღაც მეყაჩაღა, რაღაცა ბიზნესმი არ მქონია არასოდეს და არც ვიცი და არც მინდა რომ მქონდეს. სიმართლე გითხრა და შემოთავაზა ნათესავმა, ჩემ ახლობელმა შესანიშნავმა გოგონამ მძღოლად მუშაობა ტურისტულ ბიუროში. შვენიერია. ხო, მგზავრები უნდა მიმეყვანა, მომეყვანა რაღაც საბუთები, წამეყო, ის ვიყავი რა, მოქმედი თან მძღოლი, თან მენეჯერი, $100 მქონდა, მთელი $100. თვეში ეს მაშინ დიდი ფულია. დიდი ფული, როგორმა ფული იყო რა, ხო და ძალიან დიდი ხანი არა, მაგრამ 2-3 თვე ვიმუშავე და მე გავაკეთე. მე განემეთა. ალეკო მახარობლიშვილი ფაქტობრივად პირველი სტუმარია ფარულ კონვერტში, რომელიც შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო. საინტერესოა, როგორ მოხდა ის მხედრიონში და ატარებდა თუ არა იარაღს. მაშინ იყო ეს, რა ქვია, უკვე თბილისი 2-ად გაყოფილი, საქართველოს 4-ად გაყოფილი, ზოგი იქ მიდიოდა, ზოგი აქ მოდიოდა, იყო სხვადასხვა დაჯგუფები, თეთრი არწივი, შავი მგელი, რაღაცები იყო, არ ვიცი, მხედრიონი, იგი ზვიადისტები, რუხი მგელი. არანაირი მე ის ამ მქონია, რომ მაინცსა და მაინც პოლიტიკური მრწამსის გამო არ წავსულა, მე უბრალოდ იმ სასტავში ასე დავარქვათ მოხვდი და ვიყავი, სადაც უმეტესობა იყვნენ მხედრიონელები.
დავდიოდი ამ მხედრიონელებთან სტუმრად, ხშირად და რაღაც სტუმრად დადიღარ, აჰა შენ ავტომატიო, აჰა შენ ნაგანიო და ხო და საბუთიო და იყავი ბარემ ჩვენთან ერთად. კაი, არ გადამრიო. ხო, გეფიცე ასე მარტივად გავხდი. იცოდი იარაღის ხმარება? სად მესწავლა არ გასწავლეს? ხო, არაფერი სწავლა არ უნდა გამოკარი ხელი გაისროლე მან. აი, იღამეს დაშლა უნდა, აწყობა უნდა, რაღაცა გაწმენდა უნდა, არა? არა, ესეთ რაღაცებს სწავლობდის და ალიკო ადამიანისთვის თუ გისვრია? არა. არა. სროლაში ვარ მოყოლილი, მაგრამ მე თვითონ არ მისვრია, ადამიანისთვის არ მისვრია. ყოფილა რომ გამისვრია ჰაერში. ჰაერში ვიღაც ხო, ჰაერში რომ გაჭერდეს და რაღაცა. აჰა. მაგრამ აი იქამდე არ მისულა საქმე რომ ვიღაც მაინც და მაინც. მოკლედ როგორც ჩეხოვი ამბობს, თუ კი კედელზე კიდია. კი ბატონო. იარაღი მან უნდა მესამე მოქმედებაში მაინც გაისვლა. მაინც პოლიტიკურ შეხედულებებზე არ შემილია ჩემოია, არ მოყვერთი ამავე. აბა? გასაგები მიზეზების გამო მე იქ მოხვდი მეთქი თქვა მხედრინელებთან და ვიღაცები იყვნენ სხვაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვიყავი ვიღაცის მტერი, ძმაღაცი მყავდა ზვიადისტი, მე მხედრინელი წარმოიდგინე და ბავშვს ნათლავთ და ერთ-ერთი ნათლია ჩემს და იმის ბავშვს ნათლავთ ზვიადისტის ბავშვს და მეორე ნათლია ჩემს გარდა იყო პოლიციელი და მამაო გადაირია რა შვებით მე ეგეთი რამე არ გამიგონია რომ ზვიადისტის შვილს ნათლავდეს პოლიციელი და მხედრიონელი სხვა ყველაფერი გამიგია მაგრამ ასე რომ ხო ეს სულელური ქართული ჭუბები და რაღაცები ძალიან აბარა რომელ წლებში შემოგთავაზეს რომ თეატრალურში შენ ჯგუფი აგეყვანა? ეს იყო ზუსტად აი ავედითი პერიოდის მერე, როდესაც აი ეს მხედრიონი უკვე იშლებოდა. მეც საქმე აღარ მქონდა, ტურისტულ ბიუროში აღარ მინდოდა მუშაობა და ეთყობა ბატონმა შალვა გაწერილია ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა ჩააწვეთა გიორგი შალუტაშვილს, ჩემს კოლეგას, ჩემს აი ვის ბავშვსაც ნათლავდით. რაღაცა და ამიყვანეს თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად. ვიყავი მეორე პედაგოგი, პირველი იყო გიორგი შალუტაშვილი და ორს ყავდა ჯგუფი. ეს ჯგუფი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ჯგუფი და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ 2-3 ჯგუფთან მომიწია ურთიერთობა. ხო, ხელფასი იყო ძალიან საინტერესო. მე მქონდა 9 ლარი ხელფასი, არ დავმალავ, ოღონდ ეს არ ვიცი რამდენს უდრიდა მაშინ რამდენსაც უნდა ედაროს 9 ლარი მქონდა ალეკომ ბევრი საკმაოდ ცნობილი მსახიობი აღზრდა რომლებსაც ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს ორი მათგანი დღეს ჩვენი სტუმარია ვაი თამუნა ნიკოლაძე და ჯაბა კილაძე მართლა კი სურპრიზია გამარჯობა მე კაცი უნდა შეგეძებ ჩვენ დამულები ვართ აქ დიდი მადლობა მოწვევის ორი უსაყვარლესი და უნიჭერესი მსახიობი დაბრძანდით დივანი თქვენთვის არის განყოფნილი თამუნა და ჯაბა მე გავჩერდეთ რომ გემრიელად აქედან ვერ ვწდება როგორი ლექტორი იყო თაობებო ბატონი ალეკო როგორც დაგარიგეთ როგორც არაფერი არ იცოდა ბატონმა ალეკომ ჩვენ რო აქ უნდა მოსულიყავით ხო ბატონო ალეკო სურპრიზი არ იცოდა ხო მე მიამაყება ვიტყვი რომ პირველი სტუდენტი ვარ ბატონი ალეკოს იმიტომ რომ პირველი ჯგუფი იყო და ჯაბა ჩემს მერე ჯგუფია მაგრამ ხო ორივესთან ვიცი დარწმუნებული ვარ სათანადო შრომა აქვს ჩადებული ბატონ ალეკო მახაროვლიშვილს კაცრი იყო არა მე ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია წლებია მინდა ამის თქმა და მომეცა საშუალება თქვენი ტელევიზიით რომ თქვა ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანის იმიტომ რომ ბატონ გიორგი შალუტაშვილს ვიცი არ გაუხარდება და ძალიან იეჭვიანებს მაგრამ სულ ვამბობ მე თუ პროფესია ვიცი და როლზე მუშაობა ვიცი არის ბატონი ალეკოს დამსახურება ბრავო როლზე მუშაობის რასაც შუქდეს და ხაით რომ ბატონი გიორგი ვიცი ახლა ძალიან გაბრაზდება იმიტომ რომ სულ ამბობს რომ ჩემი სტუდენტი იყავი და ჩემი გაზრდილი ხარ ვარ გიორგის გაზრდილი მაგრამ რასაც ქვია როლზე მუშაობის სპეციფიკა დასაწყისი განვითარება პულსაცია კარდიოგრამა ყველაფერი მასწავლა ბატონმა ალეკომ აბა გიორგის რა არ ვიცი ისე ხო და როგორც იქნება მომეცა ამის საშუალება და თან მეამაყება ის რომ მეორე კურსზე გქონდა ასეთი სპექტაკლი კარს აჯახუნებენ და ჩემი პარტნიორი ჩემი ჯგუფელი მეგობარი გახდა ცუდად და ბატონმა ალეკომ ითამაშა ჩემი მეუღლე გახსოვს თუ მახსოვს ერთად ვითამაშეთ კარს აჯახუნებენ მიშელ ფერმოს გამახსენდა და ძალიან ვინერვიული ამას ეთქობა და რაღაცა სცენა იყო სადაც უნდა მეცემა
ხო. ვის ჩვენდი ოღონდ აღარ მაქვს. შვილებს. სამი ისევ ცემენ. კაი, რას ეს სცენა ლაპარაკობ? გამოვიდა ძალიან ბუნებრივი. კაი, რას ლაპარაკობ? აჭრელებული ქონდათ უკანა ტანები დაკოები. კარგად. ჯაბა, კაცრი იყო? მეც ვიტყვი რომ მე არ მივანიჭებ თამუნას არ ეწყინება ამ შემთხვევაში ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სივრცეში რომელი ვიყავი. თუმცა ვთვლი რომ ძალიან გაგვიმართლა ჩემ ჯგუფს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ყავდა ძალიან ძლიერი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი და მეორეს მხრივ ყავდა ძალიან ძლიერი არტისტი ალეკო მახაროგლიშვილი. ეს ორი ადამიანი გვასწავლიდა და მოხდა ესეთი საინტერესო სინთეზი რა. ეს სინთეზი ორი ადამიანის ძალიან კარგი ყვართვის მაშინ რამდენად ესე ფორმალურად ჩანდა რომ ეს არის, მაგრამ ნახეთ რა ხდებოდა გიორგი შალუტაშვილი გვასწავლიდა იმ გარკვეულ ამბავს და ბატონი ალეკო ამას თავის იქიდან გამომდინარე რომ მსახიობი იყო და გიორგი არ არის მსახიობი, ეს განსხვავებულია ერთმანეთისგან. ამ ორი ფლანგიდან ზუსტად ვიღებდით იმას, რაც ასე ვთქვათ, თამუნამ ასე რა ბედნიერება. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ვთვლი რომ გამიმართლა იმან რომ ძალიან კარგი ბავშვები მყავდა. ნიჭიერები იყვნენ. აბარა, თქვენს ნიჭიერები იყავით ბავშვებო, აბარა. ბატონი გიორგის და ბატონი ალეკოს ვერ არ ყვევდნენ 4 წლის მანძილზე, თან მე ჩავაბარე 99 2003 2000 ხო რაღაცა. ანუ ძალიან შაუბნელი პერიოდი იყო მაშინდელ ქალაქში და ანუ ვერაფრით ვერ დაადგინეს მსახიობების შვილი და კიდო თეატრალურში ჩაბარებული კაცი რატო არ ვსვავდი სასმელს? საერთოდ კითხები უჩნდებოდა. როგორ არ დალიო და საბოლოო ჯამში დავამტკიცე რომ მე უბრალოდ ჯამთელი ადამიანი ვარ და სასმელის კატეგორიული წინააღმდეგია. ჯაბა მარტო სვავს ნატურალურ წვენს. ამაში ნატურალური წვენები გვაქვს. აგერ გვაქვს და გაგი მასპინძლდებით აუცილებლად. ესე იგი შენ არ ლოთავობდი. არ შენ. მე არა. მე ვერ ვსვამ დღესაც კი ძალიან რომ ალეკოც ვეღარ სვავს. ბატონი ალეკო. მე ამ ხრის შემოგიერთდა. აი სწორედ ამიტომ თავის დროზე ვთქვი უარი რომ და ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა მახსოვს სტუდენტი. არც მაგას აღარ შვება თუ იცით. მაგას აღარ შვება. კი, ვიცით. გაბოსტა ჟივოიტო. აუ ეგ იყო სიგარეტს რო ეწეოდა ხოლმე თავს ეს ქონდა ლატუნის ფერი ზიპოს ესეთი ხმით და იგი ხატკ. ხო და ესე გემრიელად ორი კოლოფით მოდიოდა ხოლმე სულ რა დაიდევდა და რაღაცა ჟილეტი ესე და კარგად მოთავსდებოდა. გემრიელად რომ უნდა ჩაოჯდეს და ჩვენ ხომ მოწევა ხო ვინ მოგვაწევინებდა სტუდენტს და უკან შეხვდარ და რო ყლაპავდი თან ეს არტისტულად სხვანაირად ეწეოდა რა. გემრიელად. ეხლა და რო ჭყავდა ჩვენ უკან ერწოს რო ყლავდა. იქნება ის. რატო არ ეწევინებდი? არ შეიძლება. ეწეოდნენ, მაგრამ ჩუმად პარავდნენ ხოლმე და გარეთ მე ეწეოდნენ. სიგარეტს პარავდით კაცო? აი სიგარეტი ხოდა ხოლმე სხვა. ვაიმე, იცოდი რო პარავდნენ? კი, როგორ არ ვიცოდი. ძალიან ჩუმად ვერ ხდებოდა. ზუსტად და ბატონ გიორგის პარავდნენ ხან კამფეტებს და სიგარეტს და ძალიან ბევრად. გიორგი მასეთი არ შემილია მოყევ. გიორგის ციგ-ტაკს პარავდნენ. ციგ-ტაკები დადიოდა გიორგი. გიორგი ცოტა ფიცხი ადამიანია, ჩემი არ იყოს. მაგრამ მაგაზე ძალიან ბევრს ვიცინოდით ხოლმე, მაგრამ ხანდახან გამოგიყვანია წყობიდან. მე რეპეტიციების დროს მოსულა ეგეთი რამე და ნუ დიდმა რეჟისორებმა იციან ხოლმე და გიორგისაც დავაბრალოთ დიდი რეჟისორობა. რაღაცების სროლა იციან. ერთხელ ისროლა მე რა რეპეტიციების დროს. ხო და ნუ სკამი არა, მაგრამ აი რა ვთქვათ, რაღაც სიგარეთის კოლოფი ან რაღაცა შეუძლია კი არ ესროლოს თქვა ჯაბას ანთამნას და კედელს შეახეთქოს ბრაზგან რაღაცა და გვიდებს ხო გიორგის ეწეოდა. თავისი სანთებელა უდეს, მე ჩემი სანთებელა. რაღაცაზე რო გაბრაზდებოდა მაინც და მაინც გადმოწდებოდა ჩემს სანთებელას. ერთხელ ვიფიქრე შემთხვევით მოუმიდა. მეორედ, ნუ კარგი ალბათ რაღაცა და მესამე გიორგი მეთქი შენი სანთებელა ისროლე თუ ძის ავაწყო ეს ზიპო გასო ზიპო თა როგორი თა როგორი ეხლა მე უნდა დავსვა პირველი 300 ლარიანი კითხვა რომლის პასუხიც იცის ჯაბაკილაძემ მაშასე თქვენ და ჯაბაკილაძე მარჯანიშვილის თეატრში თემურ კუპრავას მიერ დადგმულ ჰამლეტში ერთად ითამაშეთ გახსოვთ თუ არა როდის გაიმართა სპექტაკლის პრემიერა? რა მკითხე ხლა ეს? პრემიერა მე და ჯაბამ შეიძლება ერთად გიპასუხოთ? ედუქციის მეთოდი რა გამოვიყენოთ. ეს იყო იაზროვნეთ. ეხლა ეს იყო დაახლოებით 2 წელია ეს სპექტაკლი არ გასულა. ლაპარაკია ჰამლეტზე.
მე თამაშობდი 13 ხო არ იყო ათორი. პოლონიუს ან 13 ან 12 ხო არ იყო, აბა კარგად გადათვალეთ. 13 ან 12 წელი ხო არ იყო? ეს თუ იქნებოდა 13 წელი. 13 წელი. და ეხლა სეზონი გაიხსენე. ესა თევზის ჰოროსკოპი იდგა, რა ქვია, ბერძის ჰოროსკოპი იდგა, რა იყო, რა ეს კი მახსოვს ციოდა. აი ციოდა. ეს მახსოვს, იმიტომ რომ სადღაც იქნებოდა ახალწლებზე მაგისტვის არ ეცლებოდა. არ ეცლებდა მეორე. თებერვალი. მარტში გამოუშვებდა პრემიერას. თებერვალი იყო. თებერვალი. არც ყოფილა, არც მინახავს, მაგრამ მიგრძენი. იგრძენიო ეს თებერვალი. აი რიცხვი. ახლა რიცხვი რა არის? არ მინახავს სპექტაკლი. საერთოდ უყართ ხოლმე იმის თქმა, რა ქვია, რიცხვიც მინდა. აი რა ჩაიფიქრეთ. 28 იყო და 20 წელიწადში ერთხელ არის. არა, მოიცა თქვას პედაგოგმა. არა, რიცხვი რამეს როგორ ჩაიფიქრე რიცხვი ყველა შვიდს იფიქრებს ხოლმე. ესე იგი 2013 წლის 7 მარტი. თებერვალი თქვი თავიდან. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი ვიდეოში. ეხლა რო სწორი. ჯაბამაც რო აუ ეს დაგვიდასტო. იგი მე ეხლა რომ სწორი იყო. როგორ არ თავი. რეჟისორმა თემურ კუპრავა მარჯანიშვილის თეატრში დადგა სპექტაკლი ჰამლეტი, რომელშიც ლექტორი და სტუდენტი ერთად მონაწილეობენ. ალეკო მახარობლიშვილი პოლინიუსის, ხოლო ჯაბა კილაძე პირველი მესაფლავის როლს თამაშობენ. სპექტაკლის პრემიერა 2013 წლის 7 თებერვალს შედგა. აბსოლუტურად სწორი პასუხია და თქვენ ძალიან დაეხმარეთ თქვენს ლექტორს. ჩვენ რომ არა დავრჩებოდი აი ესე იგი 300 ლარის გარეშე. თქვა იყო ქალბატონოია 300 არა 600 ლარიანი ეს კი თქვა კენა. ქალბატონოს გიჩვენე მე შემადარ მომიყვანა. კიდე კითხები მეგობრებს პასუხს თუ გინდათ ბატონო ალეკო მოგაგებინეთ ჩვენ არ წახიდეთ არსად. არა უკვე უნდა ყულა აქეთას დაგვიდგით და წაიღეთ ყულა დაუსხით ყულა ჩვენ ბავშვებს. დაბას წველი უყვა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის მე უნდა დაგემშვიდობ თქვენ წინ. არა რა მოიგებენ ესენი ყველაფერს. აქედან გადით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხარ ძალიან ბედნიერ და ჯანმრთელს მოაგებინეს პედაგოგიც ეგეთი უნდა. არც არ გაგიფუჭებ რა. არა პედაგოგი და სტუდენტებიც ასეთი უნდა. მადლობა. აი ესეთი სტუდენტები. შესანიშნავი. კარგია. აბა ალეკო, მოდი დავაჭიროთ ღილაკს ხელი და შემდეგი თემა ვნახოთ რომელი ამოვა. მე მეგონა ამოვწურეთ უკვე ყველა. არა, ნახე ჯერ კიდე რა. აბატო. სწორი არჩევანი. ალეკო მახარობლიშვილი საბჭოთა გაგებით კლასიკურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დედა ლეილა შავლაძე ექიმი გახლდათ. მამა ზაქარია მახარობლიშვილი კი ინჟინერი. ჰქონდა ტიპიური საბჭოთა ბავშვობა, მეორე და სასახლე, სპორტული წრე და ალბათ მუსიკაზეც დადიოდი. რასაკვირველია ისინი დამტოვებდა. რაზე, ფორტეპიანო? ფორტეპიანოზე და კარგი რა არის რომ ფორტეპიანო არ ქონდა, ოღონდ ჩავდიოდი ხოლმე მეზობელთან. ამ ფორტეპიანოზე 13 სადინოთთან ეს ჭირის დღესავით ზულდა და რატო რა უნდა და ჩემგან ვერ გავიგე და თან არ დაიჯერებს არავინ რასაც ახლა გეტყვი ჩემოია. მაიმუნი ყავდათ იმ ოჯახში. ეტყობა იმდენად ცუდად უღრადი მიკბინა მაიმუნმა. და კარგა ხანი აღარ მაყარებდნენ. ფეხზე მეტად მიკბინა გასვა გამებს უყრავ თორემი. შენა. იმის მერე აღარ ჩასულხარ. იმის მერე იქ აღარ ჩასულე, მაგრამ მე მაინც მაიზულეს და შენ ოდესაც დაამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მოხდი რუსთავის თეატრში. ასეა ხო? ასეა. ერთი წელი მუშაობდი. შემდეგ შემონთავაზა ბატონმა შალვამ იქნება მოზარდში გადმოხვიდე ჩვენთანო დაგეგმილი მაქვს შენთვის კარგი რაღაცეები და მინდა რომ ჩვენთან ერთად იყო. შალვა გაწერილია მაყურებელს აუხსნა. შალვა გაწერილია. ცნობილი ქართველი პედაგოგი და რეჟისორი უდიდესი ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი როლები და კარგი სპექტაკლები. 16 წელი იმუშავეთ ერთად და როგორც ვიცი ამ 16 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად ჩხუბობდით. ამაცობდით და ძაღლი და კატა ვიყავით მე და ბატონი შალვა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ძალიან კარგი სპექტაკლები ზუსტად აი ეხლა იმიტომ არა რომ ორი სახელმწიფო პრემია ავიღოთ, ორივემ ერთად სწორედ იმ სპექტაკლებში რომლის კეთების დროსაც ერთმანეს არ ველაპარაკებოდით. მიუხედავად ასეთი კამათებისა, როდესაც ბატონი შალვა გაანთავისუფლეს თეატრიდან
შენც წამოხვედი და გაკეთე წამოვედი. მას. ერთგულების ნიშნა. აი იქ მიხვდა ბატონის შალვა რომ თურმე როგორ ყარები ერთმანეთს. და იმის მერე უკვე ერთგული მეგობრები მე ვიყავით მთელი ცხოვრება ერთად სანამ ეს. როგორც ხვდებით, ალეკო მახარობლიშვილი ძალიან ემოციური ადამიანია. ალბათ ამ ემოციების ბრალია, რომ მას 2 ინფარქტი და 4 ინსულტი აქვს გადატანილი. ერთ-ერთის გამო სპექტაკლიც კი ჩაიშალა, მაგრამ ვინჩევის სპექტაკლს ხო, ნუ მთავარი გადავრჩი მე მგონი ცოცხალი. ჯერჯერობით თამაშობდი და ეხლა რომ გელაპარაკები ესე ცოცხალი. არა, სპექტაკლის წინ მოხდა ასე, ხა ამას ქვია ექიმები უფრო კარგად მიხვდებიან, იშემიური ინსულტი ქვია ამას, როდესაც ხა პარეზი რო ემართება და არა, იშემიური სალიფხარი რო წაერთმევთ ხომ ეგ სხვა არის. ეს არის იშემიური ინსულტი, აი პირდაპირ გეტყვით, არა ყოველგვარი იმის გარეშე რამდენად საინტერესოა ეს მაყურებლის სწავლისი. რაღაცას მე ბავშვი ველაპარაკებოდი ჩემს გოგოს და ენა დამება. ვაიმე. ეს ვაიმე. და ნუ დამება არაფერი, მაგრამ ვეღარ გამოვასწორე ახლა ეს, იმიტომ რომ მინდა რაღაცა უთხრა, ასოების სიტყვები ვიცი რაც უნდა უთხრა, აი მინდა გითხრა, ჩემო ია, ხო, ადვილი სათქმელია, ჩემო ია. ხო და ვაიმე. არ შეგეშინდა? ძალიან, მაგრამ რამოდენიმე წამში გაიარა ამ ამბავმა. ხო და მეც ვერა ვარ კარგად ხო გეუბნებია, იმიტომ რომ იმ დღეს დავჯექით მანქანაზე და წავედით თელავში საკეიფოთ. ხო და ნუ ახლა მე კარგად იქეიფე. ხო, მე მგონა ასე ადვილად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა. ხო. ასეთ რაღაცები ხდება, სპექტაკლის დროსაც სპექტაკლის წინ დამემართა კიდე კარგი არა სპექტაკლის დროს, იმიტომ რომ ეს ძალიან უხერხული სიტუაცია იქნებოდა. ალეკო, ეხა ხო უვლის. წინ აი უნდა შევსულიყავი სცენაზე და აი ზუსტად იგივე სიმპტომები, რომ მე და ზურა არტს თამაშობთ, მე ზურა და მიშა რაღაცას ლაპარაკობ შესვლის წინ უყალოდ აი სიგარეტი რომ გადააგდო ზურამ რომ სცენაზე უნდა შევდეს და ზურა მივხვდი რომ გავჭედი. რონა ცოტა ხანი ხო, თუ სხვა მითამაშა. არა, მე მინდოდა სხვათა შორის შესვლა და დავიწყოთ მეთქი, იმიტომ აღდგა ეს ყველაფერი იმ წუთშივე თითქოს, მაგრამ სასრაფო მოვიდა ამასობაში თქვენ ბატონალიკო, ხო, ცოტა ვერ ახართო კარგად, თუ რას ქვია რაღაც სცენაზე შესვლა, ინსულტი გაქვთო, ხო და აღარ შემიშვეს. აღარ შემიშვეს. მას მე აღარ შევ და აღარ ეწევი. აღარც ვეწევი და ცხოვრება ქვია ამას ჩემოია. როგორ არ ქვია ცხოვრება, ეს არის ჯანსაღი ცხოვრება. დუმბაძეს აქვს ეგ რომ ერთ-ერთი მასში მარადისობის განული жизнь проходит мимо. Мимо, ესე ფიქრობ? კარგი. მოდით ნახოთ ამ თევის მეორე 300-ლარიანი კითხვა. ვაი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და ბატონ შალვა გაწერელიაზე. კითხვაც სწორედ მას ეხება. ჩვენ ყველა მას შალვას სახელით ვიცნობთ, თუმცა მას მეორე სახელიც ჰქონდა. გაიხსენე რა ერქვა მას, ან რას ეძახდით მას? მუმუშას. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. ვაი. შალვა გაწერელია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ის წარმატებით მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში, საქართველოს ტელევიზიაში და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც 80-მდე სპექტაკლი დადგა. ღირსების ორდენოსანი, საქართველოს სახალხო არტისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შალვა მუმუშა გაწერელია 2012 წელს გარდაიცვალა. აბსოლუტურად სწორი პასუხია, მას ერქვა მუმუშა და შენ მოიგე 300 ლარი და შენ უკვე გაქვს 600 ლარი ჯამში. დიდი მადლობა, მუმუშაზე მკითხეთ. მუმუშაზე მეტი აღარ არის კითხვა, მუმუშაზე დააჭირე ყილაკს ხელი. მართლა? კი. აბატონო. ორი მაესტრო. შეიძლება ითქვას, რომ ალეკო მახარობლიშვილს ძალიან გაუმართლა. ის თეატრალურ ინსტიტუტში თემურ ჩხეიძე ჯგუფში მოხვდა. მეოთხე კურსზე კი სამ სტუდენტთან ერთად მიხეილ თუმანიშვილის ახლა დაარსებულ სახელოსნოს წევრი გახდა. ამაზე სამსახიობო წრებიდან ბევრი ალბათ ვერც კი ოცნებებდა. მეც სხვათა შორის შენსავით მეც ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი დავამე. შევართ ლაბა მე და მიგვიღო მე და ეკაკახიანი თავის თეატრში, მაგრამ მე მალევე გამომაბუნძულა. არა, მე არ ვიცი შენ უფრო მალე გამოვძულეს თუ მე, მაგრამ მეც გამომაბუნძულეს იქიდან. მე როგორც კი მივედი მე მაგრამ თვლი, არავის ჯინაზე კი არ ვლაპარაკობ. ხორა მოიტანა ასე რომ ამით არც მე და არც შენ ბევრი არაფერი დაგვიკარგავს მე მგონი.
მაშინ ცოტა ვიჭორაოთ რა. ესე იგი, ალეკო, მე და ეკა კახიარი მივედით თეატრში იყო მაშინ რემონტი და ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში იყო, შენობაში იყო სპექტაკლი განდეგილი. და მიგვიყვანა რაღაც მასიურ სცენაში, ვალპურგის ღამეში ტრიკოებით უნდა რაღაცა გვეზლაზნა თუ რაღაცა და მივედით. ეხა მე და ეკა ახალი მისულები ვართ და ერთ-ერთმა ტრიკოებში ხა იცი ხო ტრიკოებში ხო ერთ-ერთმა პრიმამ ძალიან პრიმამ მიგვიღო ფოიეში ამ თეატრისა და გვითხრა მე ჩვენ სად გამოვიცვალოთ მე და ეკა ახალი მისულები ვარ და მოდით თქვენი ადგილი განახო და წაგვიყვანა და ტუალეტში შეგვიყვანა აი თქვენი ადგილი ია სერიოზულად ამბობს ნინელი ჭამკვეტაძე არა ჩემს მართლა ძალიან მოულოდნელია და მაგარი მე და ეკა რომელიც ძალიან იზეთი სვანია და მე რომელიც ძალიან ენაბილწი ვარ სიტყვა ვერ ამოვიღე შოქში ვიყავით ნუ ხო იცი ინტრიგები სულ არის და ეხა თან ახლები რომ მივედით ალბათ იმათმა მე იზეიმეს მე რო გამომაგდეს ეკა კი დარჩა მაგრამ მე გული მწყდება რომ აი ამ სცენაზე ერთი როლი მაინც რო ვერ შევასრულე რაღაც ბატონ მიშას ძალიან გული დავწყვიტე მაგრამ რა ვქნა კაი 99 წლიდან შენ გადახვედი მარჯანიშვილის თეატრში და დაიწყო თქვენი ტანდემი შენს პედაგოგ თემურ ჩხეიძესთან ერთად რომელიც დღემდე გრძელდება ხომ სწორია კი ბატონო დღემდე გრძელდება დავიწყეთ ძალიან ადრე ანუ დავიწყეთ 72 წელს რომ შევხვდით ბატონ თემურის მე რო შევხვდი იმის მერე დღემდე ერთად ვართ და იმედი მაქვს რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად უბრალოდ ნუ სამწუხაროდ მე გამოტოვე ის წლები ის 10 წელი როდესაც ბატონ თემური სანქტ-პეტერბურგში გადავიდა სამუშაოდ აი ეს პერიოდი მასთან ერთად ვერ ვიყავი მაგრამ როგორც კი ჩამოვიდა იმის მერე დღემდე ერთად ვართ და ხო გეუბნები კიდევ იმედი მაქვს დიდხანს ვიქნებით ერთად ყველა სპექტაკლში ვარ ბატონ თემურთან თუ კი რამე დაუდგავს მასთან აქ მის ჩამოსვლის შემდეგ დაკავებული. რა არის ის რაც თემურ ჩხეიძეს სხვა რეჟისორებისგან განასხვავებს? გარდა იმისა, რომ უნიჭერესი ადამიანია და ეს ყველა მიცის, მასთან ურთიერთობა არის ძალიან კარგი. აბსოლუტურად უპრობლემო, აბსოლუტურად თემური იყო ჩვენთვის, რა ვიცი, ღმერთი. ეს ამის თქმა არც მწვენია და ასეც იყო და ჩვენც ასე უნდა ყოფილიყავით, ნუ 16-17 წლის ბავშვები ჩავგიდო ხელში, არც დიდი არ იყო ბატონ თემური მაშინ იყო 29 წლის. ჩემზე ძალიან ცოტა ბავშვი იყო თვითონაც. მაგრამ მას იმდენი უკვე ბაგაჟი ასე დავარქვათ ქონდა და მასთან საუბარი და მასთან ურთიერთობა იმდენად საინტერესო იყო, რომ სიკვდილი იყო ჩვენთვის უმაგისოდ ყოფნა. მე მახსოვს რამოდენიმეჯერ ხდებოდა რომ აი ლექციაზე დამაგვიანდა ოსტატობაზე და კარი დამხვდა დაკეტილი. ნუ აქ უკვე წესი იყო რომ დაგაკუნების უფლებას კი არ ქონდა რომ შეიძლება დამაგვიანდა შემოვიდე და ის იყო ჩვენთვის აი მსგავსი დასჯა ჩვენთვის არაფერი არ იყო იმ კარებთან რო დგეხარ და არ გიშვები შინგი. შენ ამბობ და ჩვენ ვიცი და ეს ცნობილი ფაქტია რომ თემურ ჩხეიძეს აქვს თავისებური მუშაობის სტილი მსახიობებთან. ხომ არ გაგვიზიარებ აი პატარა საიდუმლოებებს რა არის მისი ეს მაგია? მე საიდუმლოც არ ამაკე. ეს არის იმდენად გასაგებად გეუბნება მარტივ რაღაცას, ისე რთულ რაღაცას, იმდენად მარტივად და გასაგებად გიხსნის, რომ ნუ გონია რომ იდიოტი უნდა იყო, რომ ეს ვერ გაიგო და ეს არ გააკეთო. მას არა კონფლიქტი მსახიობთან. ალეკო მახარობლიშვილი უკვე 20 წელია მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს, სპექტაკლში არტ-ხელოვნება, რომელიც ყოველ ჯერზე ანშლაგით მიმდინარეობს. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ამისა არის პირველ რიგში პიესა, კარგი, ელემენტარული რაღაცა არის კარგი სპექტაკლი რომ გამოვიდეს. რა არის ამისაც საჭირო? კარგი პიესა, კარგი რეჟისორი, კარგი არტისტები. ამ სამიდან აი თუ რომელიმე კომპონენტი აკლია უკვე აღარ გამოდის ისეთ სპექტაკლი. ეხლა მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა. ახლა ეკრანზე ერთი ქალბატონის ფოტო გამოჩნდება, ის ცხოვრებაში უკვე 20 წელიწადზე მეტია არსებობს. შეგიძლია გითხრა ვინ არის ეს ქალბატონი? დაგიწელიან. აი სირცვილო და თავის მოჭრა. თან თითქოს მეცნობა, მაგრამ
არ შემიძლია. ვერა, ხო, ეს ქალი შვერანაირად ესე იგი გადაატრიალა თელი თავისი ცხოვრება, გადაკეკა. ერთი წუთი თემურ ჩხეიძეზე იყო ლაპარაკი. ხო. აქ არაფერ შუაში არ არის. არა. კარგი. ეს გახლავს ფრანგი დრამატურგი, პიესა „არტ ხელოვნების“ ავტორი იასმინა რიზა. ხო, თვალით არ ამყავს, ნანახით შემოიარა, ვერც ვერაფრით მიხვდებოდი, იმიტომ შვენიერი ქალბატონია და მაშინ ვეტყვი ამ იასმინას, ეს იასმინა თქვენ იასმინა არ ეს იყო კაცი. რომელიც შემდეგ გადაკეთდა ქალად. რას მელაპარაკე? სერიოზულად გეუბნები. ამიტომ ვერ ვიცნობდი აშკარად, ვერ იცნობდი. მე რომ მეკითხა. ვერც კაცის ამბავში ვერ ვიცნობდი. დედა გაგიჟდი, ხო? ხო, არა, ვერაფრით ვერ მიხვდებოდი. შვენიერი ნორმალური გოგონა, ლამის თვალების პაჭუნი აურეხე აკეთა, მაგრამ შეთაფიქრდი კაცო საჩი ხოხტა როდი შეხვდა მოსოფრაზე შეხვდა სად იყო. კარგი. მოდი გადავიდეთ შემდეგ თემაზე. დააჭირე ღილაკს ხელი. საპნის გმირი. თეატრის მსახიობებს როგორც ესე დიდათ არ უყვართ სერიალებში მონაწილეობა. ალეკო მახარობლიშვილი ნამდვილად გამონაკლისია, რადგან თითქმის ყველა ქართულ სერიალში აქვს დათამაშები. თითქმის ყველა ეს სერიალი საკმაოდ პოპულარული გახდა და გამოდის, რომ ის კარიერაში ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ასეა, ხო? მე მგონი ასეა. პირველი სერიალი. ძილის წინ. ვერსაჩე. დიახ. მე თამაშობდი. ვერსაჩე დიდია. დიდია. ვერსაჩე დიდია. ხონდა ბედნიერება შეხვდი შენ შემოკავი, მაგრამ არ მოგცეს ერთად ყოფილი. არა, იმიტომ რომ მე ვიყავი ჯენიარი. გადავჭამდით ყველას და ყველას რომ მაგობებდი. აბა რა და. ვერსაჩე დიდია იყო მეზობელი, ხო ამათი? მეზობელი ამ ოჯახის მეზობელი, რომელიც შემთხვევით დაესწრო ამათ ვიღაცა იქ ცუდად ხდებოდა ქალბატონი თუ ბავშვი და ხდებოდა მარეხი ძოძუაშვილი და მე ერთად დავარქით მე და ბატონმა ოთარმა მარეხის როლის შემსრულებელი მარიანა ნინიაშვილი ძალიან დიდი ხანი არ უნახავს არც ალეკოს არ ჩვენ მაყურებელს ეხლა ეს ის კარული კონვერტის სტუმარია კი ბრავო სპეციალურად ისეთი კაბა ჩაიცვა, რომ ძოძუაშვილი არ გამოაჩინოს. ხო და მე რაღაც მგონია რომ სიზმრებში ვარ, იმიტომ კაც ხო შეიძლება ადამიანს ან წონა მოგემატოს, ან გარეგნობა. არის ისე. თქვენ შორის დიდი ამბები ხდებოდა. კადრში და კადრს იქით რა ხდებოდა? მეგობრობდით, არ მეგობრობდით თუ როგორ იყო თქვენი საქმე თუ? არა, როგორ მეგობრობდით, უბრალოდ ეხა იმ დღეს როდესაც შენ გადაღება ქონდა ეს თითქმის მთელი დღე მიქონდა ამბავს, ასე რომ გინდა არ გინდა მტერთან ამდენი ხანი ვერ გაჩერდები. უნდა იმეგობროდა, თან არაფერი რთული გასაჩერებელი არ იყო მაინც. არა, ძალიან კარგი გარემო. ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო. დღემდე გეფიცებით ყველაფერს, აი თბილი და კარგი მოგონებები მაქვს აი ამ ძილის მონაწილეებთან ურთიერთობის, არ ვიცი. ეხლა ისევ ტრადიციული კითხვა უნდა დავსვა. რაიმე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდით? ძალიან ბევრი კურიოზები იყო და ეს ძალიან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ერთხელ მახსოვს რომელიღაც რეჟისორმა გადაწყვიტა რომ გადავიღე ფილმში, მაგრამ ერთი პირობით რომ მარტო ჩემი დეკოლტე არ იქნებოდა ეკრანზე, უნდა ყოფილიყავი მთლიანად თან უნიჭიერესი მსახიობია და უნდა ყოფილიყავი და ჩემთვის ეს იყო, არ მინდოდა, არ მინდოდა იმ დროისთვის და თქვა არც მომეწოდა ეს შემოთავაზება და იქ მიდის ბჭობა რომ აი როგორ შეიძლება მსახიობი ხარ, უნდა გაიხადო ეროტიულ სცენაშიც უნდა მიიღო მონაწილეობა, შერონ სტოუნის მაგალითი მოიყვანეს, როგორ გადაიდო მაგალითი მოიყვანეს და ალეკო იკეთებს გრიმს ამ დროს იქიდან საგრიმიო და ნაყვირის. ვაიმე, ამას 20 მილიონი მიცენ. როგორც შერონ სტოუნს მიცეს, 3 წრეს დავარტყავ ტელევიზიას და მე თვითონ გაშიშვლებული ვარ. ოღონდ იმ პირობით 5 მილიონს მომწევს. ამასაც აქვს კიდე რაღაცა, ხო ესეთი, უნდა გადაუხადო ადამიანს, კაც რო აშიშვლებ, ასე არ შეიძლება. რომც მოუნდეს გაშიშვლება, უნდა გადაუხადო ისეთ რომ ღირდეს. თქვენთან ძალიან იშვიათად რომ ეროტული სცენა იყოს კარგად გადაღებული. ჩვენთან დაივიწყე. არ გამოდით ფაქტობრივად. ერთადერთი სიყვარული მენახშის კაი სცენა იყო მენახი. არა, მე არანაირი სიამოვნებით უყურებ და მთელი საქართველოს ჩემო ია მაგალითად კაპოძე და იმენახში კიდე.
აუ, ძალიან მაგარი იყო. ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა თქვენთან ერთად მადლობა. ყოფნა და ბედნიერი ვიქნებით თუ შევხვდებით ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. ძალიან მიყვარხარ მარიან და იმედი მაქვს მე მართლა. ძალიან და მიხარია რომ შენთან ერთად გავიარე რაღაც პატარა ისტორია ჩემი სახიობობის ასე ვთქვათ. რომელიც არ დამთავრებულა ზუსტად ვიცი. კარგად, ნახვამდის. ნახვამდის. ესე იგი, მიუხედავად იმისა, ალეკო, რომ ძილისწინი ძალიან პოპულარული იყო, როგორც კი შეწყდა ეს ძილისწინი, ეგრევე შემოგთავაზეს ყავა და ლუდში მონაწილეობის მიღება უკვე იმედის არხზე. ეგრევე დათანხმდი უკვე მოწამლული იყავი სერიალები. გეტყვი რა ხდებოდა, იმიტომ რომ ძილისწინის ძალიან კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ ყავა და ლუდი ჩვენ გადაღებული ქონდა პილოტი ძილისწინის პერიოდში. პილოტი იყო გადაღებული ყავა და ლუდის ხო და ან უნდა წამოხვიდეო საერთოდ ძილისწინიდან. ხო, გასაგებია. ან უნდა აირჩიო რომელიმეო და მე ავირჩიე ყავა და ლუდი. წინვალი არჩევანი იყო აბსოლუტურად სხვა პერსონაჟი იყო საერთოდ. 5 წელი იქაც ძალიან დიდი სიამოვნებით იმუშავა. ამის შემდეგ იყო მესამე თაობა. მესამე თაობა იყო ამის მერე. არის ასეთი სერიალი, გადიოდა ცოტა ისე დროს გადიოდა ფორმულა კრეატივზე გადიოდა მესამე თაობა, იქაც სადღაც 6-7 თვე ვიმუშავეთ, ახალგაზრდებზე იყო ძირითადად მე როლი მშუაზე იყო გაყოფილი ახალგაზრდები და რაღაც ოჯახი ფეხბურთის ტრენერი ვიყავი და დაახლოებით 7 თვე ვიმუშავე და შემდეგ აი დაიწყო ეს ლიეტუას ღვინიზე. ლიეტუა, მე არ ვიცოდი რომ ლიეტუას ახლა ლიტვას ახლა ლიეტუას ეძახდნენ აზე ხა. პლეხანოვის არ იყოს. მე დღემდე პლეხანოს ვეძახი. ჩემთვის დღესაც პლეხანოვია, იმიტომ სახელი არაფერს არ ნიშნავს. იმ დღეს ლენინის მოედანი ვთქვი. ხო, იმიტომ რომ სახელი ხო გეუბნებით არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ ვეძახით და ადგილმდებარეობას. და დღეს ალეკო მახრობლიშვილი საქართველოში ყველაზე პოპულარული მანაგაძეების ოჯახის წევრია. ამ ოჯახზე ძალიან ბევრი საუბრობს, ჭორაობენ, განიხილავენ ღალატს, პატიებას, ამიტომ ვერც მე აუვლი გვერდს ამ თემას. ნუ მივხვდით ალბათ რაზეა საუბარი, სერიალი ჩემი ცოლის დაქალები და შენი გმირი როლანდ მანაგაძე. როლანდ მანაგაძე. ყველაზე მაგარი ის არის მაყურებელმა მარჩის რომ შენ ამ სერიალში დაგვადეჭეთ ერთი პატარა ეპიზოდი როლის ეკავეს. ნამდვილად ასე იყო, ის იყო პირველი სცენა მასოს კიდეც გადაღებები. ამ გმირები, თავარ გმირების ოჯახში ხდებოდა გვერდზე მეზობელი ვიყავი თუ მე და გარდამეცვალა დედა საკუთარ და პანაშვიძე აი რომ შემოდიან და ხელს რო ართმევენ ვიზიარებ შემსუხარებას და აი ვინი ფიქრა შენი კალიბრის, შენი პროფესიონალიზმის მქონე მსახიობის დაეძახათ ეპიზოდი, ეს ხო წარმოუდგენელია. არ დაუფიცავ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნებოდა ეკამ ჟავანაძე. ხო და ეკამ კასტინგის ზუსტად დაინახა. ეკამ ჩამფთო ამ ამბავში ასე. ჩაქთო და ეკამ შეაგდო ეს გმირი და იცოდა რომ ამას განვითარება. განვითარებეკნო და ამომიყენა გვერდში. გამოგიყენა და გვერდში. მე საზგეთყვით ბოლოს გვერდში მომიწვინა კიდეც გვერდში, მაგრამ ხო, შენ ახლა ორი ბიჭი ყავს. აი მსგავსი სიტუაცია. რომელიმე ბიჭთან რომ გათამაშებული იყო რას იზავდი? ბევრს ვერაფერს ვერ ვიზავდი, ამას გულწრფელად ვიზახი ჩემო. ია, ჩემი ბიჭები არიან საკმაოდ დამოუკიდებელები. მე მათ აი როგორ გითხრა, არანაირად არ ჩაურეულ ვარ მათ არც ცხოვრებაში. იმიტომ კი არ მაინტერესებდა, ძალიან მაინტერესებდა და დღემდე მაინტერესებს, მაგრამ დღემდე არ ვიცი რომელს რამდენი აქვს ხელფასი ეს წეს უნდა იცოდე მამამ და ასაკი ხო იცი მათ? ასაკი როგორ არ ვიცი. ხო და იცი რა არის, აი მათი საცოლეების თუ შეყვარებულების არჩევანი არასოდეს შვილო ამასთან შენ არ გაიარო ამას არის ეგეთი რამე არა და მადლობა ხმერს ყველაფერი ჯერჯერობით კარგად არის და ვცდილობ არაფერი საერთო როლანდისთან. ხო არანაირი მაგარია. კარგი. მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა, რომელიც ალბათ სერიალიდან იქნება. კი. სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში შენი პერსონაჟის როლანდის მეუღლემ ღალატის შესახებ შეიტყო. გახსოვს თუ არა რამდენი წლის იყო საყვარელი, რომელსაც როლანდი მანქანა აჩუქა. არა, ეგ ნამდვილად არ მემახსოვრება. ის გასაგებია რომ იქნებოდა ახალგაზრდა. ნუ მაინც ასაკი ნახსენებია ეს ასაკი. ალბათ იქნებოდა 30 წლის სამდე რაღაცა. კარგი, მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. მოდი ვნახოთ. ბიჭო. ხო, რა გინდა ხა მართალია ხო შემიყვარდა ერთი გოგო. რა მოხდა? დაბადების დღე ქონა მანქანა ვაჩუქე.
უბრალოდ პრეტენზია გოგოა, უპრობლემო ცოლობას ეგარ ამთხოვს და არაფერი კაცო ვარ ჩვენს არა შვიდად გუგულებივით. ეხლა ნაირასაც რა არაფერი არ აკლიერ შეგაშინ ძალიან კარგად იცი ეგ ამბავი. გოგო გენადი. ოსნებს გახდა უყურე. არასწორი პასუხი გაეცი შენ და ვერ მოიგეს 300 ლარიას გოგო იყო 26 წლის. შენ კარგად და მინდა რომ მეტი ფული მოიგო ჯერჯერობით 600 ლარი გაქვს. 600 ლარი უკვე უკვე კაია. კარგი, დააჭირე ღილაკს ხელი და ნახოთ ბოლო თემა. ორი ცოლი და განწირული სიყვარული. ალეკო მახარობლიშვილის ცხოვრებაში არსებობს ორი ქალი, რომელთანაც მას ცხოვრების გარკვეული პერიოდები აკავშირებს. ერთ-ერთთან ის დღემდე ბედნიერად ცხოვრობს, თუმცა სანამ ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებდა, მას ეწვია უდიდესი გრძნობა, რომელსაც თავად განწირულს უწოდებს. რატო? რა გრძნობა იყო? ვინ შეგიყვარა? სიყვარულზე ესე იგი ლაპარაკი. განწირული. ყველა ახლა რო დავიწყეთ საბავშვო ბაგიდან რომ შემიყვარდა გოგონა, იმის მერე მთელი ცხოვრება ჩემოია გოგონა სახე ნატო შეყვარებული. ხო, მაგრამ შენ მიყვარს ეს საქმე ქვია ამას. მიყვარს ეს სქესი. მიყვარს ეს მოწინააღმდეგე სქესი და ხო მართლა ბავშვებიდან ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი არ ყველა სერიოზული იყო, მაგრამ ეს ნამეტანი იყო. აი რა. უბრალოდ თუ კი ეს განწირული ქვია, განწირული ეტყობა, იმიტომ ქვია, რომ ვერასოდეს ჩვენ ერთად ყონდა ვერ მოხდებოდა ჩემი სურვილის და მიუხედავად, იმიტომ რომ რიგი და რიგი მიზეზების გამო. ნუ ეს იყო ცალმხრივი სიყვარული. ცალმხრივი მას არ უყვარდი? არა. მე მიყვარდა ძალიან, მაგრამ უამრავი ხელის შემშლელი პირობაც იყო ამისა, რომ ვერანაირად იმასაც ხო უნდა უნდოდესო და იმას ვერაფერი ვერ მეუნდებოდა, იმიტომ რომ ქმარი ყავდა? ქმარი ყავდა, ხო, ამბავი იყო და მოკლედ არანაირად არ გამოვიდოდა ეგ ამბავი. საქვეყნო ცნობილი ქალბატონია, ძალიან კარგი ქალბატონია, დღესაც ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღეს ხომ არ ნანობ რომ არ იბრძოლი ამ სიყვარულისთვის? არა. არა? ცოტა არ ნანობ. შენ გვერდზე რო ყოფილიყო არ გინდოდა? ნუ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი რომ არ გამოვიდოდა ეგ ამბავი. კაი, ხა არ გავპახე. ერთხელაც იქნება გაივლის მეთქი ეს სიყვარული და გაიარა კიდევ. გაიარა კიდევაც. ამ თავგანწირულის სიყვარულის გამო ხომ არ იყო, რომ შენ 20 წლის ასაკში ადექი და გააქარე და ცოლი მოიყვანე? რაღაცა ნაწილი ალბათ ამის გამოც იყო, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ყურადღება უნდა გადამეტანა რაღაცაზე. და მოიყვანე და მოვიყვანე ცოლი, ფიქრობდი რომ მე და ჩემი ახალი მეუღლე ვიქნებით ბედნიერები. არაფერს არ უმალავ, ხო, ძალიან მონძნა, ძალიან კარგი გოგო იყო. არა, არ გიყვარდა. ხო, ალბათ არ მიყვარდა, მე და მე რო ფიქრობ, ალბათ ეს მაინც ნაძალადები და აი რო და მე მოხდა მაინც ის. მაგრამ 8 წელი ცხოვრეთ ერთად. ხო, მაგრამ ეს საქართველო აქ ადვილი არ არის, ხო. უცებ ადგე და გამოიჯახუნო გარე და წახვიდე, თუმცა საბოლოოდ მაინც ასე მოხდა. ძალიან ბევრი ვეცადეთ მე ეს ჩემმა ოჯახმა, მისმა ოჯახმაც რომ ანდაგრეულიყო ეს ოჯახი, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ნახე მე პირადად. მაგრამ სამაგერო ყავს შესანიშნავი შვილები, რომელთანაც დღეს მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, მე სულ მაგას უზახი კაცო, ცოლს გავშორდი, შვილებს კი არ გავშორები. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი ყავს და გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელთა არც ხელფასიც და არც სამსახურებით სამუშაო. კარგი. და მყავს კიდევ გოგონა შესაძლოა. გოგონა მეორე ოჯახიდან. კი ბატონო, როგორც მე გავიგე, 8 წლიანი თანაცხოვრების მერე შენ მას დაშორდი, იმიტომ რომ შენ შეგიყვარდა სხვა ქალბატონი, ანუ შენი მეორე მეუღლე. ხო, იმიტომ რომ რა კაი წესიერი კაცი ხარ, შენ გენაცვალე. შეუყვარდა? მოიყვანა ცოლად შეუყვარდა? აი რო აირები, ხო ის ერთი რო აიჭრები კაც და აღარ გინდა ოჯახში ხომ, აღარ მინდა. ცოლი აღარ მინდა. აღარ მინდა ცოლი. აი აღარ მინდა ცოლი. მაგაზე ბევრს არ უნდა ცოლი, მაგრამ მიიღეთ გინდა ისე, მაგრამ ახალგაზრდობიდან სულ მაგაზე ვფიქრობდი, ხა რა შტერი უნდა, რა შტერები არიან ეს კაცები, ცოლები რომ მოყავთ მეთქი, საერთოდ რატო უნდა მოიყვანოს ნორმალურმა დაალაგებულმა ადამიანმა ცოლი? რომ ქალებს უნდა ფრები. 20 წლის ვიყავი ცოლი რომ მოიყვანე ამ დროს.
ახალგაზრდა. ხო და ამის აი დადგა ის პერიოდი რომ ვფიქრობ უკვე გონი ვეყრები უკვე ამასთან. ესე იგი რა იდიოტი უნდა ვიყო. ეხლა მე რო კიდე მეორე ცოლი მოვიყვანა. და მოიყვანა. გაშორებული არ ვიყავი მეორე მყავდა. ასე რომ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა. მაგრამ აი იმედი მაქვს რომ მეორეზე გავჩერდი და აცი რა. მე ძალიან იმედი მაქვს. სამეცოლობა. ხო ეს ძმაგაც იმყავს იმის პროფესია ერთი გვარს არ დავასახე. მაგრამ მეც ნამდვილად ვეღარ მოვიყვან შანსი არა მაგრამ თან ყავს შვენიერი ქალიშვილი სხვათა შორის ჩვენი ჟურნალისტი ნათია დედანაშვილი ესტუმრა შენს ოჯახს და ჩვენ ახლა მათ გავიცნობთ. აი мама არის ნამდვილად გვიყვარს ძალიან ხალისიანი დასთავარია და ყოველწალიკოს მოსვლა არის რაღაცა იუმორთან ხალისთან დაკავშირებული და როცა ერთად ვართ ძალიან კაი დროს ვატარებთ ხოლმე. კამათი მოგსვლოდეს მართლა არ ყოფილა ესეთი რაღაცა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძმების მიმართ არ იყო არც კაცრი არასოდეს. რასაც ვერ ვიტყვი. რასაც ვერ იტყვის ეკა მართლა. ეხლა ცალკე ვცხოვრობ და ერთად როცა ვცხოვრობდით სულ ჩხუბობდით, აი კატათ აგვივით ვიყავით და ეხლა ცალკე რა ვარ აღარ ჩხუბობთ ისე რომ ნახულობთ ერთმანეთს და ან მარტო ჩემი ძმები როცა მოდიან ან ჩვენ როცა მივდივართ მაშინ რაღაცა ესეთი იდილია ხოლმე ჩვენ ყველას ვქონდა სურვილი რომ მსახიობები ყოფილიყავით პირიქით ჩვენი მშობლებისგან გამომდინარე მარტო ალეკო არ არის ჩვენ კიდე ბებია ბაბუაც მსახიობები ყავს და ჩემიც მსახიობია და ერთი პერიოდი მეც მინდოდა ძალიან. აი ეკამ უფრო აიხდინა. ბავშვობიდან ნათელი იყო რომ მსახიობი უნდა ყოფილიყავი და ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. ბაბუა ბევრად უფრო ყურადღებიანია ვიდრე мама. რაც ესენი დაიბადნენ ფაქტიურად უფრო მეტად ხშირად ნახულობთ ხოლმე მამას ვიდრე ან მამობის პერიოდში ასე ვთქვა. ძალიან კეთილია ყოველდღიურ ცხოვრებაში მე აღნიშნავდი მის იუმორის გრძნობას. ძალიან მოსიყვარულე ბაბუაა, ბავშვებზე გიждდება. ძლებით ქეთისგან განსხვავებით წესიერები შექმნენ. ერთმანეთზე უკეთესები. მე მგონი ალეკა უფრო საყვარელია. კარგი ბაბუა. არაფერს ამეთამაშებ. ფეხბურთზე ვაპარაკობთ ხოლმე. არაფერს ამალაგალებ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა წითელი მანქანა, რომელიც ალეკო ბაბუ მოაჭრა. ალეკო ნამდვილად ძალიან ბედნიერი კაცი ხო რომ აი ესეთი ოჯახი გყავს. მართლაც ვაღიარებ. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის სამასლარიანი კითხვა. გახსოვს თუ არა, შენს რომელ სპექტაკლზე წაიყვანე პირველად შვილები? სპექტაკლზე? სპექტაკლზე. არა, იმიტომ რომ როდის წავიყვანე. ყველაზე მეტად განიცადეს ეს სპექტაკლი ამ ბავშვებმა. ხო, წარმომიდგენია, იმიტომ რომ სპექტაკლი, იმიტომ პირველად როდის წავიყვანე ამან არ დამაბნიოს, მეთქი, იმიტომ ესენი მე მყავდა კიდევ იუბილე იყო, ჩემი იუბილე კი არა ეს იყო. ახალგაზრდა. არა, ეს მინა სპექტაკლია. სპექტაკლი თუა ეს და განიცადეს. განიცადეს იქნებოდა ირინეს ბედნიერება. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. მოდი. პირველი სპექტაკლი ალეკოსი, რომელიც ვნახეთ ბავშვობაში, იყო ირინეს ბედნიერება. მე და ჩემი ძმა ერთად ვიყავით მაგ სპექტაკლზე. პირველივე სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ რომ ბოლო სცენა არის, სადაც კვდება მამაჩემის პერსონაჟი რა და იმდენად განვიცადე ეს სცენა რეალურად მეგონა რომ კვდებოდა იქ და სანამ არ გამიყვანეს კულისებში და არ გვაჩვენეს ცოცხალი იყო მამაჩემი მანამდე არ მჯეროდა და ნუ განვიცდიდი ვტიროდი ჩვეულებრივად მომაკვდავებით დავტიროდი მამაჩემს აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე 300 ლარი და შენ ჯამში გაქვს 900 ლარი. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. დაგველოდეთ სულ ცოტა ხანში დავბრუნდები და შევეცდები გავიგო. ქართული თეატრის რომელ ცნობილ ვარსკვლავს დაუპირისპირდა ჩვენი სტუმარი და ვის გამო დატოვა მან კინომსახიობთა თეატრი. შენ წამოხვედი იმის გამო რომ მოგივიდა ძალიან დიდი კონფლიქტი ერთ-ერთ წამყვან მსახიობთან. ძალიან ბევრი ვინერვიულე, ძალიან ბევრი განვიცადა, მაგრამ ხელით შეხებას ჰქონდა ადგილი. ქართული კონვერტი ისევ ეთერშია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვენებისა და საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია კულა და ლიეხილი.
ჩვენი გადაცემის პარტნიორი ასევე მაღაზიათა ქსელი ემბაუდი. ალეკო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან გულახდილი ხარ, ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი. შენ მადლობა ჩემო კარგი. დიდი მადლობა. ახლა შენი ბიოგრაფიიდან ჩვენ დაგვრჩა ერთი ეპიზოდი, გასახსენებელი და გასარკვევი თუ რა მოხდა. ჩვენ ვისაუბრეთ შენს მოღვაწეობაზე კინომსახიობთა თეატრში. შენ გაკვირით თქვი იმის შესახებ, რომ შენი თეატრიდან წამოხვედი, მაგრამ ბოლომდე არ გითქვამს მიზეზი თუ რატომ წამოვედი. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ შენ წამოხვედი იმის გამო, რომ მოგივიდა ძალიან დიდი კონფლიქტი ერთ-ერთ წამყვან მსახიობთან. და იქ რაღაცა სერიოზული არჩევანის წინაშეც დადეგი. მაყურებლისთვის რთულად წარმოსადგენია ახალგაზრდა დამწყებ მსახიობს საკუთარი ნებით უარი ეთქვა ისეთ დიდ რეჟისორთა მუშაობაზე, როგორც ბატონ მიხეილი თუმანიშვილი იყო. ალბათ ძალიან სერიოზული რამე უნდა მომხდარიყო, ალეკო, რომ შენ ეს გადაწყვეტილება მიგიღო. ჩვენ ვიცით რა მოხდა და ჩვენ ვიცით ვისთან მოგივიდა შენ შეჯახება. მისი სახელი და გვარი წერია აი ამ კონვერტში. გთხოვ, გახსნა კონვერტი და წაიკითხო. სწორად გვაქვს თუ არა მისი სახელი და გვარი ჩანიშნული. ალბათ სწორად გეკნებათ, იმიტომ რომ სხვასთან მე არც მოსვლია არანაირი უთანხმოება. ახლა ჯახი და ჯუხი და დავხოცეთ ერთმანეთი ეგეთი რამე არ ყოფილა. ჩვენ გავიგეთ რომ დახოცეთ კინება, ახლა ავტომატი არ გესვრია, მაგრამ ხელით შეხებას ჰქონდა ადგილი. იცი რა, ჩემოდია. რა? დავწავ ამას ყოფას. არა, მოიცე არ დაწოდქვი ორი სიტყვა. დავწავ და ისე ვილაპარაკებ და იცი რა. ვინ დაგაყენა არჩევანის წინ? გაიარა უამრავმა წელმა. თითქმის 40 წელზე მეტმა გაიარა. ხო და თქვი ეგ ამბავი რომ იმას აქვთ არაფერი თითქოს ეხლა უკვე სასაცილოდ მეჩვენება. გეჩვენება სასაცილოდ? ხო, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი ვინერვიულია, ძალიან ბევრი განვიცადა, მაგრამ მე მქონდა არჩევანის საშუალება და ამიტოვეს დღესაც მახსოვს, როდესაც შემომთავაზეს, რომ შენ შეგიძლია დარჩე იმუშაო, ან უნდა თქვა, რომ რამოდენიმე წელი მაინც მინიმუმ აქედან არ წახვალ. მე კი მქონდა იმ არჩევანის საშუალება, რომ დამამად განვაცხადე, მე ერთადერთ ვარიანტში წავალ, თუ კი სხვა ადამიანი დამიზახებს და დაგიძახა კიდევ. და დამიზახა კიდეც. ის მაინც გითხარი, ეს მსახიობი, ეს ვარსკვლავი, მამაკაცი იყო თუ ქალბატონი? არ ვიტყვი არც მაგას. დედა როგორ არაფერს არ ამბობს. აი ესეთი არის. ასე ჯობია. გაუტეხელი ალეკო. ასე ინტრიგად დარჩეს, მოდი ეს ამბავი. კაი ალეკო, ჩემო ძვირფასო ჩაწვი. ნუ მიწყენთ ამ ამბავს, ხო? დარჩეს ეს ინტრიგად. ჩვენი გადაცემა დაამთავრდა, დასრულდა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან მისიამოვნე. მეც ასე. მაშ ასე ბატონმა ალეკომ არის სურვა თავისი საიდუმლოს გამხელა, მაგრამ ნახოთ გააფხეს თუ არა თავის საიდუმლოს ჩვენი შემდეგი სტუმარი. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.